წიგნი ყველა სოფელს ამ იდეით და მიზნით მოსიარულე ბიბლიოთეკა კახეთის შემდეგ ბათუმს ეწვია. პროექტის ფარგლებში პლაჟზე ღია ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ღონისძიებაში ჩართულმა კომპანიებმა ბავშვებისთვის სახალისო აკრებობები მოაწყეს. პროექტის მიზანი წიგნების შეგროვება და რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ბიბლიოთეკების შექმნაა. დღეიდან საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ბათუმში განთავსებულ ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე და სუპერმარკეტების ქსელ სმარტში მიიტანონ წიგნები და აჩუქონ ისინი მათ, ვისთვისაც სასურველი წიგნი ხელმისაწვდომი არ არის. მოსიარულე ბიბლიოთეკა ბათუმის შემდეგ ზუგდიდში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაჩერდება. საბოლოოდ შეგროვებული წიგნებით 50 ახალი ბიბლიოთეკა შეიქმნება. დღეს საღამოს ბათუმის ბულვარში მოწყობილ ბიბლუსის ღია ბიბლიოთეკის სტენდთან თანამედროვე ქართველმა მწერლებმა თავიანთი წიგნების პრეზენტაცია გამართეს. ვისელ ჯგუფი ძალიან აქტიურად არის ჩართული. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო საქველმოქმედო პროექტში წიგნი ყველა სოფელს. ჩვენ წიგნებს ვაგროვებთ ვისელში, სმარტში, ვენდისში, რომ მოვამარაგოთ სოფლები, სადაც ბიბლიოთეკები არ არსებობს, ან ძალიან მწირია წიგნების მარაგი. და ჩვენ გვინდა და დღეს მოგვეწოდებინა ბათუმის მოსახლეობისათვის და აქ დამსვენებლებისათვის, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ და მოიტანონ წიგნები ვისელში, სმარტში, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი სოფლის ბიბლიოთეკის მომარაგება შევძლებთ. ეს პროექტი არის ახალგაზრდული ინიციატივა და ფონდი დავითიანის ინიციატივა. ეს პროექტი ხორციელდება უკვე რამოდენიმე თვეა, ჩვენ უკვე მთლიანად მომიარეთ გურია, კახეთის რამოდენიმე რეგიონი და ახლა უკვე ბათუმსაც ვესტუმრეთ და გადავწყვეტეთ, რომ რამოდენიმე ბიბლიოთეკაში წიგნები გადაგვეცა საჩუქრად. პრობლემა დიდი არის, რადგან წიგნების მწირი რაოდენობა არის ბიბლიოთეკებში და ჩვენ ვფიქრობთ და ვარაუდობთ ყველა პარტნიორის თანამშრომლობით და ერთგუნდობით მოხდება ის, რომ ნაწილობრივ ყველა სოფელს დაურიგდება წიგნები და შეექმნება ბიბლიოთეკა. ზაკურსილაკავის გამომცემლობა მისედაც გამოყო წიგნები ბიბლიოთეკისთვის, მაგრამ ასევე ხალხს მოუწოდებთ, რომ მოიტანონ წიგნები ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე, ვისაც შესაძლებლობა აქვს ამისი, რა თქმა უნდა, დაარენანება შეუძლიათ მოიტანონ თავიანთი ძველი წიგნები და ჩააბარონ, რომ დავეხმაროთ ყველა რეგიონალურ ბიბლიოთეკას, რადგანაც დღესდღეობით წიგნერების დეფიციტი არის და ზოგადად ბიბლიოთეკებს ძალიან უჭირს წიგნების თვალსაზრისი.